სამართო მშვიდობის ეს არის გადაცემა თბილისის დროით იან პრაუდთან და ირინა ბათიაშვილთან ერთად. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მაიკლ ფონ დერ შულენბურგი. მაიკლი არის ევროპარლამენტის წევრი და ის 30 წლის განმავლობაში იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიპლომატი. გაეროში მაიკლი გახდა გენერალური მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში. მაიკლ, მოგესალმებით გადაცემაში. დიდი მადლობა, ძალიან მოხარული ვარ. მეც მიხარია თქვენი სტუმრობა. ვადევნებ თვალს თქვენ საქმიანობას დიდი ყურადღებით. საქართველოს შესანიშნავი ქვეყანაა. დიახ, მაიკლ, პირველ რიგში მსურს თქვენს მიერ შექმნილი ბროშურის სახელწოდებით „არა ომს“ შესახებ გითხოთ. თქვენი ეს ინიციატივა ძალიან დროული იყო, რადგან აშკარაა, რომ ომის ნაკლებობას მსოფლიო ამჟამად არ განიცდის. მხედველობაში მაქვს უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. როგორ მივიდა მსოფლიო ამ ეტაპამდე და რას ფიქრობთ ევროპის პოზიციაზე? პირველ რიგში მსურს გითხრათ თუ რატომ არის ასე მეტად მნიშვნელოვანი გაეროს ქარტია. თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი თითქმის აღარ არსებობს. მისი ინტერპრეტაცია ყველას მიერ განსხვავებულად ხდება. ყველა იმას აკეთებს, რაც სურს. განსაკუთრებით კი დასავლეთი, რომელიც ხშირად სამხედრო ინტერვენციით არის დაკავებული სხვა სახელმწიფოებში. ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს კი გაეროს ქარტიის საპირისპირო ქცევაა. აუცილებელია, რომ დავუბრუნდეთ გაეროს ქარტიის ჩარჩოებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ იმედი შევინარჩუნოთ. მსურს გაგიზიაროთ პირადი სიახლე. მე რამდენიმე დღის წინ შვილიშვილი შემეძინა, ელისა. ის ჯანმრთელია და რაც ვთავარი, ამაში ქართული სისხლი ჭკებს. ჩემი დიდი ბებია ქართველი იყო. ჩემი შვილიშვილი ელისა კი ასევე მშვენიერია, როგორც ის. ეს არის სწორედ იმედი და იმედი აუცილებელია. თუ იქნება იმედი, იქნება მშვიდობაც. მშვიდობისთვის კი გაეროს ქარტია აუცილებელია. გეთანხმებით, გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას. რადგან იმედის აუცილებლობაზე საუბრობთ, გეტყვით, რომ ამ ტელეკომპანიის სახელიც სწორედ იმედია. სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი მიმდინარე მოვლენების შემყურე. მე პირიქით, მიმაჩნია, რომ უკრაინის ომი მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. და ის ისე დასრულდება, რომ ევროპას არავინ შეეკითხება. ევროპელები ამ ომის დასრულებას მაინც და მაინც არ ცდილობენ. ამავე დროს კი საუბარია ევროკავშირის გაფართოებაზე. ეს ამ ეტაპზე მე შეუძლებელი მგონია. ასევე გასათვალისწინებელია თუ რა საწყისებზე შეიქმნა ევროკავშირი. ის უნდა ყოფილიყო წევრი სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი. ახლა კი რა შეუძლია ევროკავშირს, რომ შესთავაზოს პოტენციურ წევრ სახელმწიფოს? რას ფიქრობთ ომის პირობებში ევროკავშირის გაფართოების შესახებ? The future of European expansion at a time of war. მიმაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უკრაინის ომის მიწურულს ჩამოშლის პირას იქნება. გაფართოება არ იქნება. არც ევროკავშირი შენარჩუნდება იმავე სახით, როგორც დღეს არის. ევროკავშირი სრულიად არასწორ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენს გარშემო ორი ომია. ისრაელი ერთდროულად 7 სახელმწიფოსთან არის ომში ჩართული. ვაგებთ ომს უკრაინაში. მიგვაჩნდა, რომ რუსეთის დამარცხება იოლი იქნებოდა. ეს არასწორი აღმოჩნდა. ომი კი გრძელდება. ომის შედეგი კი ალბათ ნათელია. ამ ომს ევროკავშირზე უდიდესი გავლენა ექნება. ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმარცხდებით. ენერგორესურსები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან შედარებით 5-ჯერ გაძვირდა. ეს გახლავთ სანქციების შედეგი. სანქციებმა ჩვენ უფრო მეტი ზიანი მოგვაყენა ვიდრე რუსეთის ფედერაციას. სამხედრო და უკრაინის დახმარების მიზნით მილიარდობით დოლარი იხარჯება. ეს ძალიან ცუდია. საკმარისია შეხედო ევროპას და მიხვდები, რომ მაგალითად გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ფინანსური კოლაფსის წინაშე არიან. გერმანია ამავე გზას ადგას. ამ სახელმწიფოებში პოლიტიკური ელიტებისადმი მხარდაჭერა ძალიან შემცირებულია. გერმანიის კანცლერის რეიტინგი 30%-საც არ აღწევს. ეს გერმანიისთვის უჩვეულოა. მაკრონი, რომელიც ამდენს ლაპარაკობს, მისი მხარდაჭერა მხოლოდ 11%-ია. ბრიტანული ლეიბორისტული პარტია კი 16%-ს თუ უყრის თავს. ჩვენ დიდი ცვლილებების წინაშე ვართ და ეს თავისთავად გავლენას იქონიებს საქართველოსაც. ევროკავშირი საქართველოსგან ბრიუსელის მსგავს საგარეო პოლიტიკას მოითხოვს. მე კი გეუბნებით, რომ იყავით ფრთხილად. ერთ წელიწადში ამ საგარეო პოლიტიკას აღარავინ გაატარებს, ვინაიდან ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამას. არ ღირს მეზობლების გაღიზიანება.
საქართველო მცირე ზომის სახელმწიფოა. აუცილებელია გააზრება, რომ მცირე ზომის სახელმწიფოს ნაკლები გავლენა აქვს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. აუცილებელია მოცემულობის მიღება, მასზე მორგება. ქართველები ჭკვიანიერი ხართ. ეს უძველესი ცივილიზაციაა, გერმანიაზე გაცილებით ძველი. თქვენ კარგად იცით, როგორ მოიქცეთ მტრულ გარემოში. გამოსავალი თავად უნდა იპოვოთ და მცდარია ვინმე ბრიუსელიდან კარნა ხოვდეთ თუ როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროთ. ეს იქნებოდა თვითმკვლელობა. მაიკლ, ბრიუსელიდან და არა მარტო ბრიუსელიდან მოითხოვდნენ, რომ საქართველოს დაეწესებინა რუსეთისთვის სანქციები. როგორია თქვენი შეხედულება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით? თავის შორს დაიჭირეთ კონფლიქტისგან. დროს საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს. საქართველოს მომავლის დიდი ნაწილი უკრაინის ომის ბედზეა დამოკიდებული. ეს ომი კი ნატოსა და ევროკავშირისთვის ძალიან ცუდად მიდის. ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებას აპირებს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. დაახლოებით 2 კვირის წინ გავრცელდა ანგარიში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით წინსვლის თაობაზე. ეს ანგარიში ძალიან კარგად იწყება, მაგრამ მასში ბევრი საუბარია კორუფციაზე და უკრაინის ხელისუფლებას ბრალი ედება ციხეებში წამებაში. ვიმეორებ, ეს ევროკავშირის მიერ შექმნილ უკრაინასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში აქამდე არ ნახულია. ევროკავშირი, რომელიც მუდამ პროუკრაინულია, ამბობს ამას. ეს პირველ რიგში დასტურია იმისა, რომ უკრაინისგან თავის შორს დაჭერა სურთ. ბრიუსელში იციან, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ძალიან ძვირი იქნება. ეს ევროკავშირის აფეთქებას გამოიწვევს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენი გეოგრაფიული მდგომარეობა შესანიშნავია. თქვენ აზიასა და ევროპას შორის ხართ. ეს ამავე დროს გამოწვევებით სავსე რეგიონია. ფრონტის პირას ხართ. ყველა მხარე თქვენით დაინტერესებულია, ასე რომ ჩემი რჩევაა, რომ თავის შორს დაიჭიროთ კონფლიქტისგან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ მიიღოთ უსარგებლო გადაწყვეტილებები. ომი ისე მიდის, რომ აუცილებლად გექნებათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა. ევროკავშირი და ელჩები, რომლებიც მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ნახევარ წელიწადში დადუმდებიან. დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას და შემდგომ საკუთარი გადმოსახედიდან მიიღეთ გადაწყვეტილება. აუცილებელია კი ევროკავშირის გაჩაღებულ ომში ჩაებათ? მიმაჩნია, რომ არა. ევროკავშირში მოლდოვაც ვერ გაწევრიანდება. ჩვენ ხომ ვაკვირდებით არჩევნებს. მე ბევრ არჩევნებს დაუკვირვები ვარ. ეს გაეროს ერთ-ერთი მანდატია. მოლდოვაში არჩევნები გაყალბდა. ევროკავშირში კი განაცხადეს, რომ ეს შესანიშნავი არჩევნები იყო. ევროკავშირი მარცხდება. ჩვენ სწორედ დამარცხებულის მენტალიტეტი გვაქვს. დავკარგეთ მორალური ღირებულებები. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ძალიან სამწუხაროა. ამერიკაში საქმე სხვაგვარად არის. როდესაც ზელენსკი ტრამპს შეხვდა და მას ტომაჰოკის სახის სარაკეტო შეიარაღების კიევისთვის გადაცემას თხოვა, ერთ-ერთ არგუმენტად ზელენსკიმ უკრაინის მიერ ამ ომით ამერიკის შეერთებული შტატების დაცვაც ახსენა. ტრამპმა კი მას მიუგო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს იცავს ატლანტის ოკეანე. ევროპას კი ატლანტის ოკეანე ვერ დაიცავს. ჩვენ ომების ყურის ძირში ვართ და სწორედ ჩვენ გადავიხდით ამ ომების საფასურსაც. სურდა ასევე მეკითხა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამჟამად გაეროს მაღალჩინოსანის, ანალენა ბერბოკის შესახებ. თქვენ განაცხადეთ, რომ ის გერმანელთა ინტერესებზე მაღლა უკრაინულ ინტერესებს აყენებს. რისი მომასწავებელია მაღალჩინოსანთა ეს განცხადებები? ჩვენ უკრაინას უღალატეთ. ევროპა უკრაინას ბევრს დაპირდა. დავპირდით უპირობო სამხედრო მხარდაჭერას, შეიარაღებას, ყველაფერს გამარჯვებისთვის და რა ხდება ფრონტის ხაზზე. როგორია უკრაინის პოზიციები სამშვიდობო მაგიდასთან? უკრაინის მდგომარეობა უარესდება. მე დიდი წუხილი მაქვს უკრაინელებთან დაკავშირებით, მაგრამ მოცემულობა ასეთია. ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინაში ნატოს სამშვიდობო ჯარების გაგზავნაზე, მეხუთე მუხლის დარი უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს არასოდეს მოხდება. ჩვენ დავპირდით უკრაინას ევროკავშირის სახელმწიფოთა მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტის მეოთხედს, ყოველწლიურად. ეს იყო ტყუილი. შემდგომ იყო საუბარი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე. ესეც გამორიცხულია. საფრანგეთი, იტალია და რიგი სხვა სახელმწიფოები უარს აცხადებენ რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე. ჩვენ უკრაინას ვპირდებოდით ყველაფერს და არ შევასრულეთ არც ერთი დანაპირები. გეთანხმებით.
ქალბატონმა ბერბოკმა კი ალბათ ხელფასი უკან უნდა დააბრუნოს. უკრაინას ევროპა მუღალატა. მე ბევრი ომი მინახავს ჩემი კარიერის განმავლობაში და როგორც კი ომი ცუდად მიდის, ჩვენ თავს შორს ვიჭერთ. ნახეთ რა მოხდა ლიბიაში, რა მოხდა ავღანეთში, ერაყში. მე ნამყოფი ვარ ამ ქვეყნებში, ვიცი რასაც ვსაუბრობ, როგორც კი სარგებელს ვეღარ ვიღებთ, ამ სახელმწიფოებს ბედის ანაბარავ ტოვებთ. სწორედ იმავეს ვაკეთებთ უკრაინაში. Yeah, well, as John Mearsheimer said, we lead. როგორც ჯონ მერშაიმერი ამბობს, დასავლეთი ყალბი დაპირებებით გამოირჩევა. მე გეთანხმებით, რომ უკრაინა აგებს და სამწუხაროდ წააგებს ამ ომს. I mean, this is going to have big implications for the main powers of Europe. It's a question of, I have also. კი, უკრაინა მესომი წააგო, უეჭველია. მე მაქვს კავშირები უკრაინაში. ძალიან გული მწყდება მათ ბედზე და მე უმცირესობაში ვარ ამ თვალსაზრისით პარლამენტში. მე უკრაინელებს მუდამ ვეუბნები, რომ მოლაპარაკება აუცილებელია. მე ბევრი ომი მინახავს. უკრაინის შეერაღებული ძალების ჩამოშლას პოლიტიკური ხელისუფლების რღვევა მოჰყვება. უკრაინა გადაიქცევა შეუმდგარ სახელმწიფოდ. სიფრთხილეა საჭირო. ისმის საუბარი, რომ უკრაინა 4 წლის მანძილზე შეძლო გაცილებით ძლიერი მტრის შეჩერება და ეს მხოლოდ თავდაჯერებულობის ზრდისკენაა მიმართული. სინამდვილეში კი საჭიროა მშვიდობა. არ შეიძლება, რომ მთელი ქვეყნის ახალგაზრდა თაობა შეაკლაო ომს და მე რუს ახალგაზრდებს არ გულისხმობ. გულისხმობ უკრაინელებს. სურთ კი მათ ქვეყნის აღდგენა, თუ ეს ნგრევა არის, რაც მათ სურთ. Is it really what you want to do? ამ საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ევროპული დიპლომატია, როგორც ჩანს, უფრო კონფრონტაციული გახდა. ამჟამად საქართველოში რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ელჩები ხშირად აკრიტიკებენ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში და ოპოზიციას და მათ მცირერიცხოვან აქტივისტებს მხარს ღიად უჭერენ. ამ თვალსაზრისით კარგი მაგალითია გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი. მაიკლ, თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. არის თუ არა ასეთი ქცევა დიპლომატიური ეთიკისა და მისი ძირეული პრინციპების დარღვევა. As I said, I think we have a. სახეზეა საერთაშორისო სამართლის რღვევა. დიპლომატიას კი საერთაშორისო სამართალი ესაჭიროება. რადგან საჭიროა საერთო ღირებულებები, რომელთა მიხედვითაც ვიმოქმედებთ. გაეროს ქარტია კი მკაფიოა სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობის თაობაზე, თანაბარი სუვერენიტეტი, თვითგამორკვევის პრინციპი და ასე შემდეგ. ეს პრინციპები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება შედარებით მცირე ზომის სახელმწიფოებს. ელჩები კი ამ მოცემულობას უნდა ემორჩილებოდნენ. არ შეიძლება, რომ ისინი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ერეოდნენ, შესაძლოა მათ ჰქონდეთ რეკომენდაციები, მაგრამ არა სახელმწიფოში პოლიტიკური მოვლენების ზეგავლენის მიზნით. მიუხედავად ამისა, საპირისპირო პიროს მოწმენი ვართ მუდამ და ეს არასოდეს არის დადებითი შედეგების მომტანი. არც ერთ სახელმწიფოში, რომელშიც ნამყოფი ვარ, სადაც გარედან ჩარევით ხელისუფლების ცვლილება მომხდარა, არ ყოფილა ეს წარმატებული. ეს ყოველთვის სრულდება ქაოსით, ანარქიით და უბედურებით. გარედან სახელმწიფო ხელისუფლების ცვლილება არასოდეს ამართლებს. გარედან დასმული ხელისუფალი, როგორც წესი, არის უფრო კორუმპირებული და ვერასოდეს ინარჩუნებს მოსახლეობის მხარდაჭერას. ასე რომ გარედან მთავრობის შეცვლის მოცემულობას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ნებისმიერი ცვლილება ქვეყანაში შიგნიდან მომავალი პროცესის ბუნებრივი შედეგი უნდა იყოს. დიპლომატია ყოველთვის მოიცავდა მეორე მხარისადმი პატივისცემას. ასევე მტრისას მათ შორის. დიპლომატია გულისხმობს მეორე მხარის მოსმენას. შესაძლოა არ ეთანხმებოდე, მაგრამ დიალოგი აუცილებელია. აუცილებელია შეეცადო გაუგო მეორე მხარეს. დღეს კი დიპლომატიაში ეს ღირებულებები უგზო უკლოდ არის დაკარგული. It's completely lost. Completely lost. I think diplomacy or European. ევროპული დიპლომატია დიდი გამოწვევების წინაშეა. I don't think they have a diplomacy anymore. I can't see it anywhere. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ღირებულებებზე მონოპოლია გააჩნიათ და ყველა უნდა მოერგოს მათ. რაც საქართველოში რიგი ელჩების ქცევიდან ჩანს. ეს არის წმინდა პოსტკოლონიალური მიდგომის ნიმუში. მე არ ვამბობ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს საქართველომ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არის რიგი საკითხები, რომელიც არ უნდა მოითმინო. ამის ნება არ უნდა მისცეთ. თქვენ ხართ სუვერენული სახელმწიფო, სახელმწიფოთა სუვერენიტეტი კი თანაბარია. მაიკლ, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. გაეროს ქარტიის, ევროპული დიპლომატიის საკითხის, საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის გარშემო არსებული გამოწვევების შესახებ. დიდი მადლობა.
მადლობა მაიკლს დღევანდელი ძალიან საინტერესო გადაცემისთვის და სტუმრობისთვის. ეს იყო გადაცემა თბილისის დროით იან პრაუდთან და ირინა ბათიაშვილთან ერთად. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.